არანაირად არ მინდოდა ამ თემაზე ლაპარაკი, მაგრამ არის ისეთი მომენტები, რასაც ბევრი არ აქცევს ყურადღებას და სამწუხაროა. სამწუხაროა ის, რომ ზოგიერთები სოციქსელებში ძირითადად იმედის მაყურებელია ეს კატეგორია, რომლებიც ამბობენ, რომ აი უკრაინელმა ქალმა მიაყენა შეურაცხყოფა იმ მეკორწილეებს და უკრაინელი სცემა იმ ბიჭმა. ეს მათ სასურველი უნდათ სიმართლედ გაასაღონ, ასე არ არის. ეს არის ხიბლი, ილუზია, სიცრუე, რომელიც ამ ადამიანებში არის, ასე ვთქვათ, და რომ სიმართლის დამახინჯება სამწუხაროდ და რატომ აქვთ საკვიატებული ეს იმ უბედურმა ახალგაზრდა ქალმა წამოროშა სადღაც პირველი განცხადებები რაც გააკეთა, რომ ის დაბადებულია უკრაინაში, გაზრდილი და მერე გადავიდა მოსკოვში. სინამდვილეში რა ხდება? იქ არის დაბადებული გაზრდილი, მაგრამ მტერთან ითანამშრომლა 2022 წელს. როგორც ჩანს ეს გახდა ცნობილი ეს ფაქტი და ამიტომ მოუწია გაქცევა რუსეთში. ასე რომ ეს ეთნიკურად უკრაინელიც რომ იყოს, ის არის ასე ვთქვათ, მტრის მხარეს, რუსის მხარეს და შესაბამისად ამითი აპელირება, რომ აი უკრაინელმა მოგვაყენა შეურაცხყოფა, ეს არის არასწორი რბილად რო ვთქვათ. მაგრამ ამავე დროს ეს ორი დღე რო აკვირდები სოციქსელში ამ თემაზე მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში ეს თემა ძალიან აქტუალურია დღეს და მათ შორის პრორუსული გვერდები, რომლებიც საუბრობენ ამ თემაზე და სამწუხაროდ როგორ საუბრობენ, იცით, ეს პროპაგანდა არის ეს. მრავლობითში ამბობენ, რომ აი, ძირითადად ერთი ტექსტია ყველგან. საქართველოში ქართველი მამაკაცები უვარდებიან სასტუმროში რუს ტურისტებს და ცემენ. აი ეს ელაპარაკობენ. და ზუსტად ამის თქმა მინდა, რომ ბევრი ინფორმაცია ვნახე ასეთი პრორუსული გვერდები, მაგრამ არსად არ ამბობენ, რომ ქართველმა მამაკაცმა სცემა უკრაინელი. არა. ქართველი მამაკაცი სცემს რუს ტურისტს, ყველა ასე ამბობს. მარტო იმედის მაყურებელი ამბობს ამას. ამ სიცრუეს, რომელიც თვითონ ურჩევნია, რომ სიმართლე იყოს. ეს ერთი. მეორე ის, რომ ძალიან არასასიამოვნო იყო ამის დანახვა და სულაც არ მომანიჭა ამის დანახვამ სიამოვნება. ალბათ შეიძლებოდა უფრო მეტი თავშიკავების გამოვლენა, მაგრამ რთულია, როცა ეს ქალბატონი ძალიან თავხედობს, ჩვენ ვხედავთ ამას კადრებში. მთელი ქორწილი ჩააშხამა და ჩაშალა. წარმოიდგინეთ, მეკორწილეები როგორ განიცდიან ამას, მეფე დედოფალი, რომ ცხოვრებაში ერთხელ არის ეს ქორწილი და ისიც ვიღაცა თავხედი ტურისტები ასე გიშხამავენ და გიფუჭებენ. რთულია მოთმენა. ყველამ თავისთავი დააყენოს აბა მათ გვერდზე. დიახ, და ადმინისტრაციას ეკისრება ყველაზე მეტი პასუხისმგებლობა და სახელმწიფოს. ადმინისტრაციას ყველაზე კარგი გამოსავალი იქნებოდა ალბათ სანამ ეს ინციდენტი მოხდა და უკვე დაძაბულია სიტუაცია, ხო, ხედავენ, რომ აი პოლიცია მაშინ უნდა გამოეძახა და პოლიციის მეშვეობით აღეკვეთა იმ ტურისტების გამოხტომა. და ალბათ იქნებოდა კარგი გამოსავალი ყველაზე ეს. ეხლა კიდევ ერთ რამეზე მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ვიცით ვეტერანებიდან აფხაზეთის ომში მყოფი ვეტერანებიდან, როგორც ტელევიზიაში გვინახავს გადაცემებში მიწვეული, ასევე პირად საუბრებში, რომ მტრის მხარეს იბრძოდნენ ქალბატონებიც, მათ შორის ზოგიერთები სნაიპერებიც იყვნენ და იყო ხოლმე შემთხვევები, როცა ქართველი ჯარისკაცები კლავდნენ აი ამ სნაიპერ ქალებს. ეს ძალადობაა? ეხლა შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ ეს შემთხვევა ამასთან რა შუაშია, მაგრამ ზუსტად აი ესეთი ზიზღით, სიძულვილით განწყობილი ქალბატონები ხდებოდნენ სნაიპერები და აი ამ ახალგაზრდა ქალიშიც რომ მიგეცა იარაღი, ან მიეცეს საშუალება ქართველის წინააღმდეგ იარაღის აღებისა, წარბსაც არ შეხრის ისე დაახლის ტყვიას. კიდევ ერთი რაც მინდა ვთქვა, რომ ეს ადამიანები იმედის მაყურებელი ძირითადად ასე ვთქვათ
სიმბოლურად იმედის მაყურებელი არ გმობდა არასოდეს რუსების მიერ ჩადენილ სისასტიკეს აფხაზეთში, ჩეჩნეთში, უკრაინაში საშინელებები და აფხაზეთში ქვეყნდება ხოლმე გვარსახელებით რა საშინელება გამეორებაც კი საშინელებაა. ეხლა ხანს ვნახე სურათები და მაქვს შენახული გალერეაში და ეს ერთი სურათი როგორც სიმბოლური ბუჩაში მოკლული ქალბატონის ხელი ჩანს სურათში მანიკურები რო უსვია ხელზე. შეიძლება აწამეს კიდეც სიკვდილის წინ. გარდაცვლილის ხელი მანიკურებიანი. საშინელებებს ჩადიან რუსები ეხლა უკრაინაში. ერთი ვიღაც SVO-შნიკი ავაზაკი გარეწარი გავცელდა ეს ცნობა სოციალურ ქსელში რომ ტრაბახობდა რომ ბერდიანსკში რუსმა ჯარისკაცებმა და თავის მონაწილეობაზეც თქვა რომ გააუპატიურეს რუსმა ჯარისკაცებმა უკრაინელი ცოლ-ქმარი ბავშვების თვალწინ. ამის მსგავსი შემთხვევები უამრავია. წამება, ხოცვა. აი რატომღაც ეს იმედის მაყურებელის კატეგორია ადამიანების ამაზე რეაქცია არ იცახია რომ ჩვენ ვიგონებთ და ტყუილია და რაღაც. ამიტომ ეს სიცრუის მხარეს დგანან ეს ადამიანები და ამიტომ არ მინდა მათი ასე ვთქვათ სიმართლეც ვთქვა რაღაცა ის სიმართლეც არ მინდა იმიტომ რომ ვინც ასე აზროვნებთ სიცრუის მხარეს დგეხართ თქვენ ბოროტების მხარეს დგეხართ თქვენ. და მომიტინგეების თემა რომ არ გმობენ ეს კატეგორია ეს იმედის მაყურებელი საქართველოშიც აი მიტინგების დროს ბევრი ახალგაზრდა გოგოებსაც დაარტყეს ხელი პოლიციელებმა და ეგრეთ წოდებულმა ტიტუშკებმა გადაცმულმა ვიღაცა ტიპებმა ასაკოვან ქალბატონებსაც მე მახსოვს კომენტარებში რო უყურებდი როგორ ზიზღით ღლიცინით დაწინვით აკაცუკები და რაღაცა ესეთი სიხარულით უხაროდათ რომ ესე იგი აი დგებუაძე რომ ამაღლობელს უჩივლა სილის გაწვის დროს დგებუაძეს ამართლებდნენ და ამაღლობელს გმობდნენ. ამის მერე რაზე უნდა ვილაპარაკოთ და რაც შეეხება კიდევ იმას რუსეთი მიექანება დამარცხებისკენ ეს არის ჩვეულებრივი კანონზომიერება ეს ბოროტების იმპერია დამარცხდება. ადრე ვთქვი მე 2022-ში რომ მომი ახალი დაწყებული იყო რომ მოსკოვის თავზე იქნება კვამლი. ხედავთ ჩვენ რომ არის კვამლი. ნახეთ ისეთი საშინელი კვამლი. აი ფანტასტიკურ ფილმებშია რაღაც უცხო პლანეტელებზე რო არის რაღაცა შავი რომ მოდის. მაგრამ უფრო დავაკონკრეტებ. თქვენ იხილავთ კრემლის თავზე ამ კვამლს. აი მავზოლეუმის შენობას აი ეს ჯადო რო უწევთ, ლენინი რო უწევთ რუსებს. აი იმის ნანგრევებსაც იხილავთ. გარდაუვალია ეს დროის საკითხია უბრალოდ. აი ეს დაიმახსოვრეთ ეს სიტყვები და ნახავთ. იხილავთ თქვენ იმ ნანგრევებსაც.